აი ფეთქდება არომატები და გადმოვიდა. ცოტა ძალა გვჭირდება. უკვე ისეთი სუნი დადგა. აღდგომა მოდის და რასაკვირველია, ყველა ოჯახში იწყება ფუსფუსი, რუზრუზი იმაზე, თუ როგორ დავამზადოთ სააღდგომო პასკა. ჩემთვის გულითში, მაგრამ არა აქვს მნიშვნელობა და ეხლა თავარი რა არის ამაში, რომ ყოველთვის ყველას აქვს იმის შიში, რომ არ გამომივა სახლის პირობებში როგორ დავამზადო და აი ამის ყველაფრის ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი არის რასაკვირველია კარაქი. მინდა გითხრათ, რომ ვალიო სწორედ ის კარაქია, რომლითაც ვიღებთ იმ იდეალური კონსისტენციის პასკას, იმიტომ რომ აი მძიმე სველი, რასაც ქვია, მაგ ყველაფრის მთავარი ისევ ერთხელ ვიძახი ინგრედიენტი არის კარაქი და ასევე კვერცხი და ამის რაოდენობა და ამის ყველაფრის სწორად შეჯამება, ასე ვთქვათ. ჩვენ გვჭირდება 400-500 გრამი კარაქი, 5 კვერცხი, 3 კვერცხის გული, 40 გრამი საფუარი, ჯანჯაფილა ცოტა, იმიტომ რომ ბევრი არ არის საჭირო და ძალიან თავის გემოზე მიყავს, მუსკატი, კარდამონი, ზაფრანა, ვანილი. ასევე მაქვს ფორთოხალი და ლიმონი, ფქვილი სადღაც კილო 700, კილო 800 და შაქარი გვაქვს 800 გრამი. ბრენდი. ეს ბრენდი რისთვისა მაქვს, რომ აი სუნელებს ხსნი ბრენდიში, აი ფეთქდება არომატები და ძალიან გემრიელი პასკა გვექნება. ასევე ვიყენებ ზეითუნის ზეთს, 500-400 გრამ კარაქს, ცოტა ზეთსაც ვუმატებ და ზეთი გვჭირდება კიდე გადარევის დროს აუცილებლად. კიდევ ერთი გადასარევი პროდუქტი, რომელსაც მე გამოვიყენებ, ეს არის ვალიოს ულაქტოზო რძე. შეგვიძლია უკვე ნელ-ნელა დავიწყოთ მზადება. პირველ რიგში გავათფოთ რძე. არ უნდა იყოს არც ცხელი და არც ცივი. ოდნავ უნდა შეთფეს. ეს არის ჩვენი კულიჩი პასკის კარგად გამოსვლის მთავარი საიდუმლო. აი ამ ნახევარი პორციისთვის მე დამჭირდება 500 მილილიტრი რძე. რძე გავათფეთ, ეხლა აქ გადავიტან ამ ჯამში. ჩვენ დაგვჭირდება 40 გრამი საფუარი, ასეთი ფხვიერი, შაქარი, სადღაც 3-4 სუფრის კოვზია ესე. და ასევე 3-4 სუფრის კოვზი ფქვილი. ჯობია ხოლმე რომ ან წინასწარ გაცრათ, ან გადაიტანოთ დიდ ჭურჭელში, რომ ჟანგბადი შევიდეს, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია მზადების დროს. ეს არის პირველი ეტაპი, კარგად დაიწყებს ეს ბუშტუკები ამობერლოს. ეხლა აუცილებელია რომ ეს დავდოთ 7 თბილ ადგილას. აქ მე ღუმელი მაქვს ჩართული ძალიან დაბალზე, 25 გრადუსზე აქვს ჩემ ღუმელს ეს რეჟიმი, მაგრამ შეგიძლია 60 გრადუსზე გაახუროთ ღუმელი, მე გამორთოთ და აი თბილში შედოთ. ეხლა მე მინდა რომ აი ეს ბრენდი, რომელიც არის ზაფრანა, ნახეთ აქ ჩავყარო, ეს სუნელები მინდა რომ ყველაფერი აქ მოვათავსო. შემდეგ მიდის ვანილი, უკვე ისეთი სუნი დადგა. ჯანჯაფილა სადღაც 5 გრამია, 5-8, იმიტომ რომ ბევრი არ არის საჭირო, ძალიან თავის გემოზე წაიყვანს. როგორ ხდება კარდამონი და ასევე მუსკატი. ცოტა საფრანას კიდე დავამატებ. ნახეთ, აი ესეთ მასას გავაკეთებ. ძალიან კარგად გაიხსნა. და მე ცომში უკვე ეს გემოები არაჩვეულებრივად გაიხსნება. ეხლა მოვიტან ბლენდერს, სადაც დავაბლენდერებთ ნახევარ ფორთოხალს თავისივე კანით, არაჩვეულებრივ არომატებს აძლევს და ნახევარ ლიმონს. ვუმატებ ზუკის არაჩვეულებრივ ზეითუნის ზეთს, სხვათა შორის კითხვაზე რომ ზეთი თუ შეიძლება რომ ყველაფერში გამოვიყენოთ, იტალიელები ერთმნიშვნელოვნად გეუბნებიან რომ კი, ყველაფერში შეგიძლია ზეითუნის ზეთი გამოიყენოთ. ცოტა აი ამასაც დავასხავ ესე, კარგად გახსნის კიდე უფრო. ეხლა ამას გადავიტან ისეთ ჭურჭელში, დავიწყებთ გოგლი-მოგლის მზადებას და დავადნობთ კარაქს აუცილებლად. ძალიან მიყვარს აქ ის რომ არ გჭირდება სასწორებით რომ ზუსტად აქვს დოზირებები. დღეს ჩვენ გავამზადებთ 400 გრამი კარაქისგან, ნახეთ როგორია და სწორედ ვალიოს კარაქის მთელი ეს ხიბლი არის რომ ეს ფინური კარაქი და ეს ძროხები რომ ბალახს ძოვენ, სწორედ ეს არის ეს ბალახი გვაძლევს კარგ რძეს და ცხიმიან რძეს.
აი ისე მომწონს ხა ეს ფერი, აი ცხიმის, აი კარგად ამოდის ცხიმის სიყვითლე. ეცადეთ რომ ძალიან დაბალ ცეცხლზე იყოს კარაქი გადნობის პერიოდში, მალევე გამორთეთ, როდესაც ქვაბი გაცხელდება, რომ არ წამოდუღდეს და რომ იყოს გამდნარი კარაქი. ეხა არის იდეალურ მდგომარეობაში და მე გამორთეთ ჩემი ქურა და დავიწყებ უკვე მზადებას კვერცხის და შაქრის ათქვების. აქ ამასობაში ნახეთ ჩვენი საფუარი როგორ გააქტიურდა. კვერცხი აუცილებლად უნდა გარეცხოთ მოხმარებამდე. 5 კვერცხი ცილა გულიანად, 3 კვერცხის გული ცალკე. სადაც 750 გრამ შაქარს გავუკეთებ. და ავთქვიფავ კარგად. გადავდივარ შემდეგ ეტაპზე. ათქვეფილი 5 კვერცხი და 3 გული, სადაც 750 შაქართან ერთად მოვათავსოთ აი ამ ჯამში. ეს ჩვენი ბრენდი მიდის ჩვენი გამდნარი კარაქი. კარგად ვურევთ, კარგად ეს. ეხლა გამოგვაქვს ჩვენი აფუებული დედა, გადმოვიდეთ და ვიწყებთ ფქვილის დამატებას. კილო 750 დაგჭირდება სადღაც. მაგრამ როდესაც არის კილო 700, კილო 800, კიდე ვიცოდი რომ ზოგჯერ შეიძლება ესე ცოტა ფქვილის დამატება კიდე დაგჭირდეს. ფორთოხლის, ლიმონის და ნაწილის სუნელების მასაც აი ნახეთ, ზეთიცა აქ ამას გადაურიოთ. ეხა უკვე გადავდივარ ხელით ზელვის რეჟიმზე. ცოტა ძალა გჭირდება ამისთვის. თუ გაქვთ მანქანა ცოტა უფრო ძლავრი, არა ხელის და სტაციონარული, შეგიძლიათ იქ ცომსაზელის კაუჭით ეს ცომი კარგად მოზიოთ. ეხა დამჭირდება აი ესე მაგიდაზე ცოტა ფქვილი, აქ კიდე ცოტა ზეთი. გადასარევად არის. აქ კიდე კარგად უნდა ესე ვზილოთ. ეხა ცოტა ხანში ჩავაბრუნებ ისევ თავის ჯამში და ვასხავ ისევ ზეთს. ფერი იდეალურია, გემო იდეალურია, კონსისტენციაც იდეალურია. აი ესე ვაფარებ და თბილი ღუმელი მაქვს და 2 საათით მიდის უკვე გამთფარი იყო ეს ღუმელი და გამორთული მაქვს და სითბოში იქნება. ეხლა გადავდივართ ძალიან საინტერესო ეტაპზე. ჩვენი ცომი კარგად ამოფუვდა და უნდა გადავზილოთ და გადავიღოთ ფორმებში და ფორმებში ცოტა ხანი კიდე ვაცალოთ, რომ ამოვიდეს და გამოვაცხოთ. დედა იდეალური. აი ნახეთ როგორი გრძნობა ეს ფორები და ყველაფერი. აი ეს არის კარგი პროდუქტები. 800 გრამიანები არის ეს ფორმები. ზეთით უნდა დავისველო ხელი იმისთვის, რომ სასურველი ზომა ნახეთ, ზეთის ხარჯზე საერთოდ აღარ გეკრობა ესე. ეს 4 ცალი გამოგვივიდა, მე მგონი ერთი ცოტა ნაკლებია, მაგრამ 4 ცალი 800 გრამიანი ფორმაში ჩავდეთ. სიპრიალესთვის შეგიძლიათ რძეში გახსნათ კვერცხის გული კარგად და გადაუსვათ. მე რატომღაც მიყვარს რომ ძველი სტილით ამოდის ეს ყდება და შაქრის პუდრას ვაყრი ხოლმე. ცოტა ხნით ისევ სითბოში 1 საათით რომ კარგად ამოვიდეს წავა ღუმელში. აი ახლა ღუმელი გაცხელებულია, ვაყენებ ზედა-ქვედა ვენტილაციის რეჟიმზე 175 გრადუსზე. დაახლოებით უნდა უყუროთ აუცილებლად 50-55 წუთი ჭირდება გამოცხობას. გამოცხვა ჩვენი კულიჩები, პასკები. ეხლა უნდა გამოაიმერა საყვარლები არის. აი როგორ ამოვიდა და კარგად დასკდა და ეს მომწონს. ზემოდან ესე კარგად ფაყრი შაქრის პუდრა საკმაოდ მძიმეა ესეთია. გირჩევთ რომ ცხელი არ გაჭრათ. დღეს რო გამოვაცხეთ ხვალ საღამომდე არ გაჭრათ, რომ ცხელს ჯერ ესეთ ის გემოები და არომატები არ არის ისე კარგად გამჯდარი და უკვე აი მეორე დღეს რო გაჭრით თელ აი ნაზავს იგრძნობთ, იმიტომ რომ აი როგორც დავამზადეთ ფორთოხალია, ლიმონია, სუნელებია, ცოტა ბრენდია, ზეთია, ამდენი რაღაცეებია და ამიტომ ეს ყველაფერი რომ გაიხსნას და კარგად იგრძნო და მიხვდეთ რომ სწორედ ისეთი კულიჩი დაამზადეთ, როგორიც გენატრებოდათ,
ამიტომ ჩემს რჩევებს მიყვევით. საღდგომო ჩვენი ევროპროდუქტის ვიდეო რეცეპტები გრძელდება და შემდეგი ვიდეო იქნება ყველასთვის ძალიან საინტერესო და ყველასთვის საყვარელი ხაჭოს პასკა.